წალკის წყალსაცავზე каранტინი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელხაზე გვიდასტურებენ. აღნიშნული ინფორმაცია каранტინის გამოცხადების შესახებ ჩვენს რედაქციას წყალსატევის ლიცენზიანტმა კომპანიამ მიაწოდა. ჩვენ ინფორმაციის დასადასტურებლად გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელხაზე დავრეკეთ. თავი მეთევზედ წარუდგინეთ, რომელსაც წალკის წყალსაცავზე თევზაობა სურდა. ამის შემდეგ უწყების ცხელი ხაზის ოპერატორმა გითხრა, რომ წყალსაცავზე каранტინია გამოცხადებული თევზის დაავადების გამო. ამავე წყაროს ცნობით ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა და სანამ არ გამოსწორდება მდგომარეობა, თევზაობა აკრძალულია. როდემდეა გამოცხადებული каранტინი, ამაზე ზუსტი ინფორმაცია ცხელხაზზე არ აქვთ. მანამ, სანამ არ გამოსწორდება ეკოსისტემა, იმისთვის რომ თევზი ჯანმრთელი იყოს. წყალუხვობის გამო მახლობელი ნათესებიდან ჩაედინა ისეთი ქიმიკატები, რომლებმაც გამოიწვიეს პრობლემა. დავემორჩილოთ განკარგულებას. გვიპასუხეს ცხელხაზზე. каранტინის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია არც ერთ სახელმწიფო უწყებას. შესაბამისად, ხალხს არც ის განემარტათ, რომ каранტინის პერიოდში თევზაობა არ შეიძლება. ჩვენ ცხელი ხაზის ოპერატორს каранტინის შესახებ ინფორმაციის გავრცელების წყაროს მოწოდება ვთხოვოთ. თუმცა გვიპასუხა, რომ განცხადება ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ არის. ჩვენმა რედაქციამ წალკის წყალსაცავზე თევზის დახოცვის შესახებ მუშაობა 11 ივნისს დაიწყო. გვაინტერესებდა რამ გამოიწვია თევზის მასიური დახოცვა. მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურს, გარემოს ეროვნულ სააგენტოს. ვითხოვდით პასუხებს კითხვებზე, როგორც თევზის, ისე წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგი. თუმცა არც ერთი უწყებიდან ამ დრომდე პასუხი არ გვაქვს. წალკის წყალსაცავის ლიცენზიანტი ზვიად ჯიქია გვეუბნება, რომ წალკის წყალსაცავზე каранტინია გამოცხადებული და არავინ არ თევზაობს. შეზღუდვა დამოკიდებულია იმაზე, რა და როგორ იქნება. ინფორმაციას каранტინის შესახებ ფლობენ წალკის მუნიციპალიტეტში, თუმცა არ იციან დასრულების დრო. ჩვენი რედაქცია წალკაში ადგილზე იმყოფებოდა იმის გასარკვევად, რა ხდება ნაპირზე. ნაპირზე აღარ ყრია მკვდარი დალპობაში შესული თევზი. ნაპირის მოშორებით 3-4 მეტრის რადიუსში თევზის ფხებსა და ნაწილებს შეხვდებით. წალკელების თქმით, ტერიტორია არავის გაუწმენდია და მკვდარი თევზი მიუსაფარმა ძაღლებმა და ფრინველებმა შეჭამეს. ადგილობრივები ასევე გვეუბნებიან, რომ წყალსაცავზე წყლის დონე მომატებულია და წვიმამ დახოცილი თევზი უკან ტბაში დააბრუნა. როდემდე გასტანს каранტინი წყალსაცავში და რა წერია ასე გასაიდუმლოებულ ლაბორატორიის დასკვნაში. პასუხის მიღებისთანავე რედაქცია ახალ მასალას შემოგთავაზებთ.